ყველაზე მნიშვნელოვანი არის რანაირი სასამართლო გვაქვს. რომ არა ასეთი სასამართლო, ქართული ოცნება ასეთი ვერ იქნებოდა. სასამართლო ქვია, მაგრამ სამართალს არ აწარმოებს. რესტორანში მიხვიდეთ და რო გითხრა რომ ჩვენ აქ რესტორანი კი გვაწერია, მაგრამ აი რაღაცა სადომაზო კლუბი ვართ რა, რომ შემოხვალ გაგტყიბავთ რა. ზუსტად ასევე ქართული სასამართლო არ წარმოებს სამართალს, არამედ აწარმოებს თავრობისთვის უსაფრთხოების ბალიშის და თავრობის დაცვის ყველაზე მნიშვნელოვან ხაზს. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ცდილობდეთ როგორ გამოვასწოროთ, რა უშველოთ, ემოციურ ამბებზე ვართ ხოლმე გადართული. ემოცია სწორია, კაცო, რაღაცა არასწორი ხდება, უნდა გაბრაზდე. მეტი ენერგია მიმართო რა ამ არასწორის გამოსწორებისკენ, ხო? თუ უბრალოდ გაბრაზდი და იძახე, აი ძალიან გაბრაზებული ვარ, ცუდები ეგენი და მე ნუ გაგიარა და არაფერი არ მოხდა, გამოდის რომ ის ბრაზით ტყუილად დაგიხარჯე, რაღაც ბრაზდებოდი, რა ვიცი. ახალი არჩევნები ხო რაღაცის შეცვლისთვის გვინდა, ხო? მარტო უბრალოდ ახალი მთავრობისთვის და მთავრობაში ვინ ძის, ისინი სახეები შეიცვალოს, მაგას რა შინაარსი აქვს? თუ იგივე სისტემა დარჩა და გვარები შეიცვალა, მაგას ჩემთვის არანაირი შინაარსი არ აქვს. გამოდის რომ ერთი ქაქიდან მეორე ქაქში გადავჯექით. მართლა როგორ ვერ ხვდებიან ადამიანები ამ საკითხის მნიშვნელობას, ამ პრობლემის გამოსწორების გარეშე, ჩვენ ჩათვალეთ, რომ საზოგადოებად ვერ შევდექით. რის შეცვლა გინდათ თქვენ? მე ზუსტად ვიცი რის შეცვლა მინდა. მაგრამ აი თქვენ რის შეცვლა გინდათ?